სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრებს შეფასებები მოჰყვა მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სწორ ნაბიჯებს დგამს და მისი როლი ქვეყნის ევროპულ გზაზე მნიშვნელოვანია. რაც შეეხება მმართველ გუნდს, მათი თქმით, მოქალაქე ზურაბიშვილის ვიზიტები რეგიონებში არაფრის მომცემია და ამის მთავარი მიზანი გარე ძალების მხრიდან ფინანსური სარგებლის მიღებაა. საქართველოს რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრები ზურაბიშვილმა გუშინ დაანონსა და თქვა, რომ ყველა რეგიონს ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ მოივლის. სახარ მართველი, როცა ფიქრობ ხალხზე, უნდა ჩახვიდე რეგიონებში და მათი გულის ტკივილი გაიგო და ეს არის ერთადერთი ნაბიჯი, რომელიც ხალხთან უფრო ახლოს იქნება. ამას არ აქვს მნიშვნელობა, იქნება სალომე ზურაბიშვილი თუ იქნება სხვა რომელიმე ჩინოვნიკი, მათ უნდა იარონ ხალხში. სადაც უნდა იქიაროს მოქალაქე ზურაბიშვილმა ესეთი სწორი განმარტება მიანიჭა მას პრემიერმა. მოქალაქე ზურაბიშვილმა მისინებაა რეგიონებში, მაგრამ რომელ რეგიონებში უნდა მივიდეს ხალხმა, რომელმაც თავის დროზე მას ლეგიტიმაცია მისცა, ეხლა იმათ წინააღმდეგ რომ გამოდის. არ ვიცი, რა ვიცი, იაროს, რამდენიც უნდა იმდენი იაროს. რა შედეგს გამოიღებს და რა მხარდაჭერა ექნება, თვითონვე დარწმუნდება, რომ ალბათ ამაშიც რაღაც გარკვეულ დივიდენდებს მიიღებს, გარკვეულ ფულებს ჩაიწერს და ალბათ ეს არის მაგას სიარულის ერთ-ერთი მიმართულება რა, ამაშიც რაღაც ხელფასს აიღებს და აი ფულის გულისწვევს ყველაფერს რომ იკადრებს ადამიანი და ქვეყანას კი და შვილსაც რო გაყიდის, უკვე ისეთ ადამიანის შტაბეჭდილებასაც ტოვებს და რა ვიცი, თავიანთ საქმესაც თვითონ იციან. ქვეყანა მაინც განვითარდება, ქვეყანა მაინც დემოკრატიული წინსვლით, ევროპისაკენ ღირსებით და მშვიდობით ესე იქნება. ყოველ დღე ეთყობა რომ ქვეყანას ესე იქნება.